საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, რუსთავი 2-ის მაყურებლებო, თქვენ უყურებთ ყველაზე გასართობ გადაცემას ანეკდოტების შოუ. ნუ ახლა მინდა პირდაპირ თქვა, შეგაჩვიეთ არაჩვეულებრივ სტუმრებს და ამ ტრადიციას არ დავარღვევთ ჩემო ძვირფასებო, მე მინდა მოვიწვიო არაჩვეულებრივი ადამიანები, აი უნიჭიერესი ადამიანები ნამდვილად და კარგი, თბილი, გემრიელი ხალხი. მოკლედ ნუციკო, კახეთელიძე და ლევან ჩხაიძე სტუდიაში, ხო? ნუციკო, კახეთელიძე და ლევან ჩხაიძე მუსიკოსები არიან. გვარიანი მუსიკოსებიც. ო, გვარიან. გიგითხარით, ერთი კახეთელიძეა და მეორე ჩხაიძე მეთქი. ნუციკო რაჭველია. თუმცა რომ გითხე, საიდან ხარ მეთქი? მეოთხე დღეს მიპასუხა რაჭიდანო ბოშო. ლევანი კი გურული გახლავთ. მართალია სიმღერას დაკვრა ურჩევნია, მაგრამ აბდალა არა. ნუციკო ლევანის დაკვრაზე მღერის. აბა მაგის ჩიტია სხვის დაკვრაზე იცეკვოს. ლევანის და ნუციკოს ტანდემმა აშკარად გაამართლა, როგორც მუსიკალურად, ასევე ანეკდოტურად. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუა. სხვა არხზე გადართვა ისჯება სიცილის აღკვეთით 1-დან 7 დღემდე. ესე იგი, მადლობა რომ მომბრძანდით, დავბრძანდით. ესე იგი, არ ვიცი, აი პირველი უნდა დავიწყო იქიდან რომ მადლობა, რომ დრო კი არის რომ რაღაცნაირად ადამიანები ვერაფასებენ ხოლმე ისინი, ვისაც ჭირდება ჩვენი დრო, მაგრამ ამ შემთხვევაში მადლობა მინდა გითხრათ, რომ გამონახეთ ეს დრო და მობრძანდით ჩვენთან. მადლობა ამისთვის. დირექტ მადლობა თქვენ მოწვევისთვის. არაჩვეულებრივად გამოიყურებით. მადლობა. ძვირფასო. მე გარკვეული მიზეზების გამო აღარ მაქვს სოციალური ქსელი და თქვენი ასე ვთქვათ, სიმღერებით ვეღარ ვტკბები ხოლმე რა. ესე ხშირად. ხო და მოვედი რომ დაგატკბო. ხო და ამიტომ ან ვუთხრათ რომ YouTube-შიც ნახავ. YouTube-ში კაი სიურპრიზებს გთავაზობდა ხოლმე და მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო ორივეს მიმართ, თქვენი ნიჭერების მიმართ და მე რაღაცებს უსმენდი, ჩემო კარგო. რომელიც არხი არ მახსოვს და თითქოს შეცდომით თუ არ მახსოვს, თქვენ თქვით რომ თვითნასწავლი ვარ, ხო? პროფესიით იურისტი. და რო გესწავლა, რას გავუკეთებდი ფორტეპიანოს? იცი, მაშინვე გამიჩნდა რომ მე კითხა და რატო მაგალითად ფორტეპიანო და არა გიტარაზე არ დაიწყო? მაგას მართლა აქვს ისტორია სერიოზულად. ხო და აი მაინტერესებს. აი სულ მეუბნებოდი რომ შეკარგათ უბრალ ფორტეპიანოზე, გიტარასაც მარტივად ისწავლე ისა და იყო პერიოდები, აი კომპლექსი მქონდა მართლა, რომ აი ყველგან იმის გამო მეძახოდი რომ მე უგრავდი, ყველა კეიფობდა. ხო და იყო პერიოდი არსად არ დავდიოდი მაგის გამო, აი არსად შინაურის რომ მებადიშებოდა არ მივდიოდი ხოლმე და რაღაცა დროში გადავწყვიტე რომ მოდი კაი ვისწავლი გიტარასაც. დავიწყე და რაღაცა მესამე გაგვეთილი იყო, გამოვცხადით და ვეუნები გადავიფიქრე აღარ მინდა. მასწავლებელი რატო კაცო ჯერ არ დაგიწყია და მომისმენებ თაი ახლა წარმოვიდგინე სიტუაცია რომ რაღაცა მივედი და არ არის ფორტეპიანო და უცებ ვიღაცა გამოდის. შენ გიტარასაც ხო უკრავ? ხო მოვგალი. ხო. აღარა всё და ჩავხსენი გიტარა მაგის გამო და სამწუხაროდ. ხო და ეხა მე ვარ მაგ დღეში. სიმღერითაც ვღერი, ოლევა. არა, მეგობრების გარემოცვაში. ხო, მაგრამ იხა ისე როგორც შეიძლება. ნუციკო, მე მინდა ვთქვა ლევანზე, რომ აკომპანიმენტს უკეთებს ისეთ მომღერლებს, რომ თვითნასწავლი ამბავი აქ რაღაცა ისეთი ამბავი არის რა. აი რაღაცებს თვითონ რომ აი ხამას ხო შეიძლება დილეტანტი ვარ და ვარ კიდევაც, მაგრამ იქ ხდები რომ უცებ ისეთ რაღაცებს გთავაზობ, რომ იმპროვიზაციის არ ვიცი, სასწაული უნარი. უბრალოდ მაგარი ხარ, დაცილება გავუწევ ამ ყველაფერს და მადლობა ძალიან. ხო და თქვენს გადაცემებში ჩემთვის ხო სულ რაღაცა სიურპრიზები ხდება და ამის წინ რო ვიყავი ხო ქსოვრელებთან მოხდა ექსპრომტი და დღეს მოხდა ლევანთან. ჩვენ პირველად შევხვდით ერთმანეთს. ხო და ამას ეხლა ჩვენი მაყურებელი ხალხი რომ ნამდვილად პირველად ჩვენი მაყურებელი ეხლა ნახავს ნუციკო და მოდი ერთი სიმღერა დასაწყისშივე შევთავაზო ჩვენ
მაყურებელს თან ხასიათზე მოვალ და თან მერე გავაგრძელოთ. მოკლედ, მოდი ესე ვიტყვა რა ჩვეულებრივი დუეტი. ლამაზო ბიჭო ჭირი მე შენი ვიცი და მეძე ფიქრი გაქვს ჩემი ჩამოგივლია შუშაბანადები მოგიტანია თეთრი ვარდები გული ამღერა და სიყვარულითა სულით გულით დაჩაგრული სიყვარულითა ცეცხლი დამინეთე სიყვარულისა სულით გულით დაჩაგრული სიყვარულითა ლამაზო ბიჭო ნუ იკლავ თავსა არ დაიჯერო შორდები ქმარსა წადი შეგერგოს რაც მილოცნია ალალი იყოს რაც მიკოცნია გული ამღერდა სიყვარულითა სულით გულით დაჩაგრული სიყვარულითა ცეცხლი დამინეთე და სიყვარულისა სულით გულით დაჩაგრული სიყვარულითა ნუ მეტის არც სხვანაირად არც ველოდი, რა თქმა უნდა და უკვე იდეაც გაჩნდა. მე მგონი რომ თქვენ არ უნდა დაშორდეთ ამ ამბავში ერთმანეთს. საინტერესო შემოთავაზდება, პერსპექტიული. მითხარი შენ როგორ ხარ ხა ძვირფასო? რა ვიცი მეც კარგად და დღეს საქართველოში ადამიანი რო სიმღერის ხასიათზე არის ეს ძალიან ბევრს გადასცემს იმას რომ თელმა ქართველებმა უნდა ვიმღერო და შენ კიდე მადლობა ამის რომ ამ განწყობაზე გვაყენებ. სიმღერა და ზოგადად მუსიკა აერთიანებს ძალიან ბევრ ადამიანს და რა ვიცი ჩვენც ამ იმედით ვართ რომ აერთიანდებით და არ ზუსტად ამას ვამბობ. გესმის რაღაც არ ექსია წაიკითხოთ არაფერი არ ქნათ რაღაცა და ეს არ არის ხო რაღაცა ქართველი კაცი ადამიანი რაღაცა და ესე ბევრს განაპირობებს თქვენ იმ მაგარი მომღერლების ამბავი როცა ვისმენთ მაინც რაღაცა არ არის მიჩუმებული და ბედნიერებას განიჭებს. მე ესე ვარ რა. აი განწყობა შემიძლია მთლიანად შევცვალო. წეგან კულისებში ვლაპარაკობდი რომ რა საქმე უნდა მქონდეს რომ არ გადავდოთქო და მე ხა ესეც ვთქვათ რომ ლუციკოს თავისებური ხასიათი აქვს სიმღერა. არ მეაქვს აბარა. და მაგარი ხარ, მაგრები ხარ და მადლობა კიდევ ერთხელ რომ მადლობა თქვენ. აი ხარით, მადლობა. მადლობა ლუციკოს. ასევე მითხარი ეხლა აბა რამე სიახლეები რა ხდება? არა, არაფერი ისეთი ვაგრძელებთ ესე გადაცემიდან გადაცემაში, სამსახურიდან სამსახურში და ასე შემდეგ. ხო, ისეთი. ნუ პირადზე არ შეგეკითხე. ხო, არა, პირადზე. ეგ თემა არის დაბლოკილი ყველა ტელევიზიაში, სანამ შევდივარ ვიზახთ პირადზე არაფერი არ ვკითხოთ. და მე ვიმუქრები წავალ გადაცემიდან თქო. ამის ლაივში შემიყვანეს რა და მაშინ ვუთხარი რომ მეთქი პირადზე თქო ისე თორე დავტოვებ გადაცემას წავალ თქო. არა, არჩე მიუხედავად იმისა მაინტერესებს თუ როგორ დავტოვებ გადაცემას. მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ძალიან გვაინტერესებდეთ კარინცაც არ დავძრავთ. კარგი, რაც შეეხება ჩვენ გადაცემას ეხა აქ მოდი რა პირდაპირ თქვა ეხა აქ არაფერი შესაჯიბრი არ აგვაქვს უბრალოდ ეს რამოდენიმე წუთი გავერთოთ გავიხსენოთ კარგი ისტორიები კარგი ანეკდოტები და იმის მოლოდინში ვიქნებით რომ გადაცემის დასასრულს კიდევ ერთხელ გვიმღერებთ რა დღევანდელი გადაცემის თემებს გაგაცნობთ ექიმები, იმერლები, სპორტი, კახელები, ოჯახი, ღალატი, ცხოველები, სვანები და გურულები. ეხლა მე როგორც ჩინაურებს გეტყვით რომ თუ რომელიმეზე არაფერი არ გაგახსენდათ, ყველაფერს ჩაგითვლით. ყველაფერს. ამიტომ აი კარგადაა ჩვენი საქმე. იცი რა სუვეუნები ხოლმე რა ბიჭებს, ჩემებს რომ იქნება რაღაცნაირად ფორმატი შევცვალოთ რომ ქართულ ტელესივრცეში არ ყოფილა რა.
ხშირად ყოფილა სუფრასთან რომ ვითომსვავენ ამბავი, მაგრამ მოდი იქნება მართლა დავლიოთ და აი როგორც ყველაზე ნაღდი იქნება და არა ვარ გამოვატა, დაგხურავენ ყველაფერს და ხო, მაგ დროს ცოტა უფრო კარგად, ემოცია უფრო მეტი არის და შესაბამისად უფრო კარგად ყვები და აი ხა მშრალად რა, მშრალზე რა ვიცი რა ვქნა. პირველი კაი გამოვიდა. ფერარიდან თუ რაცხას ვიზარდ. კარგი, 3 რაუნდია, ბევრი თანხა არ არის, მაგრამ არის გარკვეული თანხა, სულ ჯამში 350 ლარი თამაშდება. პირველი რაუნდია 50 ლარი, მეორე 100 ლარი, მესამე 200 ლარი. აბა რასაც ვერ ვიღებ სტუდიაში, ვაგრძელებთ მე. აჰა, კი ბატონო. მოკლედ, ესე იგი, მოდი აი ეს მადარის პლანშეტი, ნუ შენ გაუშვი ხელი და ვნახოთ რა თემა ამოვა და დავიწყოთ პირველი რაუნდი. ეს ავიკვიატე კიდე სანამ გვაჩვენებს ეს თუთის ხეზე შაშვი გაჯდა. ავიკვიატე აი YouTube-ი რო ახსენე, YouTube-ი და ნუ არ ვიცი რა დღიდაღავე მანგაშე ჩემმა ერთმა ნასვამმა ძმაკაცმა გადმომიგდო. ეს როგორ არის შენო? მე უთხარი მომასმენინე და მართლა ისეთი იმერლები. იმერლები. ხო და ეს სიმღერა სხვა შორის იმერელი ქალბატონის დაწერილია, ქალბატონ მადონა გაფრინდაშვილის. კერძოდ იმერლებზე. თუთის ხეზე შაშ. არა, კერძოდ რომელი იმერეცია საუბარი? ზესტაფონი. ენას ზესტაფონელი დაწედა. რა ქვია ქალბატონს? მადონა გაფრინდაშვილი. მოვიკითხოთ ქალბატონი მადონა, იმიტომ რომ ესეთი კარგი სიმღერაშო ქმნი და მე თანხმე რომ კაი ადამიანს. ხანად კარგი ადამიანი. ესე იგი, ნახე როგორ არის გულზე გიზის ის შაშვი თორე სხვანაირად ვერ დაწერა მას რა. აი უთალივა მომინდა. კარგი, მოკლედ იმერლებზე უნდა დაიწყო მუსიკო და მე გაჭვერი და გურული. რაჭვერი და გურული ვიწყებთ იმერლებზე. მოკლედ, ნამდვილი ამბავია რა. ეს უკვე კაია. ხო. თქვა სახელებიც, ანუ არის ესეთი კოლორიტული პიროვნება, რომელსაც ზედმეტ სახელად ეძახიან შაყიროს, ქუთაისში. შაყირო? შაყიროს. ანუ იმერლებზე რაც არის 90% ამბების, შაყიროს ამბებია რა. ძასეთი. ხო და შაყირო და დედა, ნუ წინა საღდგომო პერიოდია და ყველა როგორც ყოველთვის მიდიან სასაფლაოს გასასუფთავებლად, ხო? ხო და ეგ წესი გვაქვს. ხო. ხო და შაყირო და დედა წავლენ სასაფლაოს გასაწმენდად და დახვდებათ სასაფლაოზე მაყulis ძალიან დიდი ბუჩქი ამოსული რა. ეს შაყირო ეძალება ვერაფრით ვერ ამოგლიჯა ეს მაყulis ბუჩქი. დედა ეკითხება რომ რა არისო შვილო რატო გაგაწვალა ესეო რატო და რა ვიცი ხალო მე მგონი შალვა იკაჩება დავლიდან. კარგია. მაგაზე ის გამახსენა მოულელი საფლავი, ხო ნუ ეხა ის წელიწადში ერთხელ განსაკუთრებულად ოიც ქართული წესია ქვეყნა ხალხი მოვა და რო წმინდავენ. ესეთი ანეკდოტია რომ იმდენი ხანი არ ყოფილი რომ ვიყავი დამყოფი და ჩემს დამაჩემი საფლავზე რომ მივედიო, ასე იყურებოდნენ ბალახიდან. კარგი, შალვა რო ეკეთე. მე მგონი ამ გადაცემასაც სადღაც აღდგომის პერიოდში მოუწევს გასვლა რა. და თემატურად დავიწყეთ მოკლედ. კი ბატონო. აბა ლევან. ესე იგი. გურული კაცი ხა შენი მე ის გექნება იუმორი. კაცი მაქვს ამაღლებული ქუთაისში. ხო და შესაბამისად არა ის რო არ თქვა არ შეიძლება წეღანკი გავიხსენით, მაგრამ რამდენიმე წლის წინ იყო ლევანი თამარა მაყაშვილთან ერთად ჩვენთან და როგორც ხდება ეხა ხო იცი მილიონი აზრი არსებობს ძალიან ისეთი არაფერი ანეკდოტი კარგი ანეკდოტი იყო ხოლმე 2 წლის მერე უნახავს რაღაცა კომენტარები და არის გინება ერთი უბედურება რაღაცა და ვიღაცა წერს თურმე რომ ახლა არა მოყევი შეთვითონ ანუ ესე იგი ამ კენწლეს რა ძალიან ხო და ჰაერში ვარ დღესაც ჯერაც არ ჩამოვდივარ და არის მოკლედ ანუ უსაშველოდ ლანძღვაგინება და ვკითხულობ ახლა ამ კომენტარებს და ვერთობი მაგრად და ხო დაახლოებით 200 ვთქვათ გინება და 200 მეერთე ვიღაცა გამოხდა ისეთი შემწყნარებელი და წერს ისა რა ქვია სხვათა შორის არც ეს გინება არ არის ქრისტიანულიო მაგრამ ახლა პარალელურად უცებ პროცესი წარმოვიდგინე ეთყობა რო წერს პარალელურად ფიქრობს ახლა მეც არ ამგენწლო ნამათმაო და 3 წერტილი მაგრამ ჩასაციხლი გია მაინც არ დამინდო გავციხლა მაინც ახლა იმერეთ სულ ახლა ხან გავაკეთეთ პაატას და ნიკას შოუში რაღაცა
სომხეთის ნაკრებთან და საქართველოს ნაკრებთან რაღაცა პატარა მოვიფიქრეთ პატრიკ გულოიანი ვიყავი მე და ნიკუშა ჩიტოვიჩი და რაღაც სიმღერა და კარგი გამოვიდა რა სოლოლაკი და აბანო ტამიმაზე ხო და ეხა ვკითხო ძალიან კაი მოწონება დაიმსახა წერიანი ადამიანები ხო გეუნებოდით რომ სომეხი იყო გულია არ გეუბნებოდითო და დამაინტერესა სადიშდა ეს ხალხი რომ ჩემ წარმომავლობა როგორც იქნა გაიგეს სომეხი ვარ კი ბატონო ნათლით გულოიან ახლოს არის რა ლევან არ მოგაყოლეთ კარგი მოგდეთ იმერეთ საუბრობდით ახლა და ნუ ანეკდოტის სახითაა მაგრამ რა თქმა უნდა ახლა ყველა ვიცით რომ ნებისმიერ ანეკდოტი იმერეთში რეალური გამონათქვამი და რეალური ამბავია და ესეთია რა დილას ქუთაისელი ბიჭი იღვიძებს და რეკავს წყალკანალში როგორც ყოველთვის წყალის პრობლემა ხო არის და რეკავს წყალკანალში და გამარჯობათ ოპერატორი თათია გისმენთ და აქედან შემოდაია წუხერ გლახასის მარი ვნახე და გამოუშვებ წყალს თუ მოგიყვეშეთ ვაი რა კაია მოგლეთ ვარ იმერულად ჩვენ თელავში მოხდა დენი წავიდა ეს რომ მიდიმოდი ერთი ლია გიგოშვილი ყავს რა თელავის თეატრში რომ ხელმძღვანელობდი იქ არის მთავარი ადმინისტრატორი ნუ არაჩვეულებრივი თუ ვინმე სტუმარი ჩადის თბილისიდან არ არსებობს იმან სასტუმროში გაუშვას მამამისი მაგარი მოკეიფე კაცი და ხო იცი დღემდე შემორჩენილი საკეიფოში ზარი იმ კაცმა მოიგონა რომ მოკლედ რა მოწყობილი აწყობილი ყველაფერი რომ პურმანში ხელი არ შეგეშალოს და ეხა გოგო კია ეს დაც ყავს ორი გოგო ყავდა და მაგრამ ვიღადები არიან რა ეხა რა რაც მამა ხო იციან წესები მოძრაობის წესები და არ არსებობს სხვაგან გაუშვეს და სტუმარს ელოდება თურმე და დენი არ არის და რეკავს ეხლა რა იქ არ მახსოვს რა იყო ეხა თელასი თუ რაღაც რაც იყო და ნუ შეაღონა ეხა ყველა ხდება ეხა პატარა ქალაქია რა ვინე მოვა დენი დენი იქნება ეურება თურმე და გავიდა ქვეყანა დაღამდა და რეკავს ალო მე ვარ ისინი აბა მოვა თუ დავწვე გალბატონო დააწექით და ისე დაედოდე იქიდან დააწექით და ისე დაედოდეთ კაია კარგი აი მაგარი ის ისტორია კი რაღაც ფულის მოტანაზია რა თუ ზუსტად გავიხსენი დაავალი სკოლაში მუშაობდა ფულის რაღაცაზე ადებინებდნენ ბავშვებს, რა ვიცი, ამიშობა ხო ხდება ესე და შენ დაწერეო რა ესა. და ვინც მოიტანა მაგალითად პაატა გულიაშვილი მოტ. ნუ ციკო გახეთელზე არ მოტ. ჩამოწერილი აქ და შეიტანა თურმე ამაში მასწავლებლებიც დებენ კაცო და დირექტორს შეუტანა სია და დირექტორს ახლა ხო არ ეტყვიან თავიდანვე დადა და დირექტორი კითხულობს თავის გვარს და სახელს. სიტყვაზე პაატა გულიაშვილი მოტ. და ახლა ეს ლია გიგოშვილი არ მოტ, ლია მე მოტ და შენ არ მოტ. ცდავი ხარია. მოვიკითხოთ. აი აღმოჩნდა რომ მომენატრა თელავი ხედავ რამდენი ხანია. აშკარად. კაი, მოდი ახლა აიღე ეს პლანშეტი და გაუსვი ხედავ. აბა. რა მოვა, კახელები ამოვა ახლა იმდენი ვიაქტიურე რომ მე ისეთი ბედი მაქვს რომ. აბა ვნახოთ. გურულები. მოციქო, ადრე მეკითხე, მაგრამ სამზარეულოში ძლიერი ხარ, ხო? სამზარეულოში კი, გადასარე. და ასე მოდიან ხოლმე, ლევან, პირდებიან. კიო კაცო, ვიქეიფებთ აზია საუბარი და მე აპა, არავინ დავიწყდება. მე მთელი სამეგობრო აღმოვაჩინე სხვათა შორის ამასწინეთ. დამიძახეს თხოვესოს რაღაცა უნდა დაუგრავო გეხვეწებიას. ხო და მივედი, მაგრამ სად მოვედი კი არ ვიცოდი და თურმე აღმოჩნდა რომ შეფების იგაში ო მოგლეთ სამზარეულოში უგრავთ ხო და რო შევედი ამ სამზარეულოში კაცო შევხედე ეს შემეგობრები მომღერლები ერთი მეორე მესამე მეოთხე წარმოდგენა არ მაქვს საერთოდ კეთებად უიწოდნენ არ ვიცოდი და აკეთებენ გეოვნე მე ერთზე გიოსონა ხალხო თუ შეგეძლოთ სახში მარტო ჟანგდება სამზარეულო გამომიარეთ იგივე დაგიგრავთ არ გიგვერებ და დავით ადგილს გურულები მე მგონი რომ პატივი
ავიცი, ხა გურულებზე შენ ისტორია რო გიქნება რამე გამორიცხულია რო სხვანაირად იყო. კი ბატონი. მოგეთ მოსწავლე, კარგი მოსწავლეა რა, კაი ოჯახიშვილი, კაი მასწავლე. ანეკდოტს ყვები? ხო. ანეკდოტი. ხო და მოგეთ ერთხელაცა მასწავლებელმა გამოიძახა და არ იცის ამ ბავშვმა გაგვეთილი ძალიან გაუკვირდა რა. ვაიმე, რატო არ იცი გაგვეთილიო და ესეც მასწავლებელო დედაია და მამაი ეწუხელი ჩხუბობდნენ და ხმა ორი იყო და ვერ ვისწავლეო და დედა ძალიან გაგვირებულია მასწავლებელი. კაი რა სიძახ დედა შენს ვიცნობ რა კაი ხალია და მამა შენი ვინა მაგიზა ჩხუბობდნენ მასწავლებელო. რა მაგრა ყვება. სასამართლოს სიროზის ბავში მაგას გავს. გურული ბავში. რეალზი ხარ აქ აიღება და სასამართლო აღი მამას და დედას და ვისი ხარ შენ და გერკვევა ხარ. აი მონათესავე ანეკდოტი. როცი ყვავა? მოკლედ ესე გარდაიცვლება კაცი, ნუ ქმარი გარდაიცვლება ქალს რა. გურიაში ხდება ეს ამბავი. ხო და წესის აგების შემდეგ ეს ცოლი შევა და 30 მანე ჩაუდებს რა, ფული გიყვარდაო შენო და გეიყოლეო იქინეო და მერე შევა ერთი შვილი წიგს ჩაუდებს რა. მამაო კითხვა გიყვარდაო და კონდესო მეორე შევა მეორე შვილი წიგს ჩაუდებს რა. შევა მესამე წიგს ჩაუდებს და მესოფლის ქალი ზის იქვე და სასწავლებლად თუ უშევით პაცა დაუმატე თანხაო. ვაიმე, კარგი ხარ, კარგი. კაი. ეხლა ეგ ისეთი თემა არის, რომ ეგეთი კურიოზები მაგ სიტუაციაში რო ხდება, სუფრაზე ვიყავი რა და ისეთი ძალიან თანამდებობის პირს გარდაეცვალა თურმე ბაბუა რა. აი სუახალი ამბავია და ერთ-ერთი ყვება რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თანამდებობის პირად ეხლა აი სოფელში დაკრძალვა და ხა ამან ცოტა იმატრაკვეცა გაიგე და ვინც არის ამ სამსახურის ხელმძღვანელი, იმისთვის ვთქვია რომ ვითამადეო. ეს კაი თამადა კია, მაგრამ ბიჭო როგორ ვითამადო, არავის არ ვიცი, მედიო რა ეხა ეს სოფელში და ხა აღარ გაუტეხა ამან და დაცხო თურმე და რა დაცხო. აი ეს კაცი რო იყო და ასე და ეს რო ამას და ჩვენი ქვეყანა და რაღაცა და აი თითო ბოთლზე მეტი რო გავცით, კაი მოხუცი კაცი ლოყებაწითლებულიო მოვიდაო, გაიგე? უკვე რო გათამამებულიაო და რაღაც ხავინაო გითხრა და რა არის? ნამეტაი ნუ აქ მაგისთან დედა სუპერში არის. რამეკნაო კაცი შემწოვა. მოიჭრა თავი. განუმარტა იქვე. კი ბატონო, კაი, გურულები ამოვწურეთ, ეხლა ერთხელ კიდე უნდა გავუსვა, მეორე ტური რო დავიწყოთ. მე ვარ ეს? კი, რაუნდი. და თანხა ორი რაუნდის ჯამში. არა ვაშა, ბოლო შევაჯამეთ. ოჯახი, ბატონო. ოჯახი. დავიწყო? ჟანგიან სამზარეულოს თუ გავიხსენებთ, რამე პირადი ისტორია არ გექნება, მაგრამ აი შეიძლება. ჟანგიც არის ახლა გამახსენდა ეგ ამბავი. მე ვიწყებ? კი. დაიწყე. მოკლედ შეშფოთებული მეუღლეა. შეწუხებულია კაცი. პრობლემა აქვს რა. ექიმთან მივიდა და კითხვა აქვს ასეთი. მეო შავგრემანი ვარო. ჩემი ცოლი თეთრიაო. შვილიო ჟღალი რეიზა გამოგვივიდა წითურია. ხა ექიმი ეკითხება, რამდენად ხშირად გაქვთ სექსი? აუ იცით, მე სულ მივლინებებში ვარ ძირითადად და ნუ კვირაში არა თვეში ერთხელ. აბა წელიწადში, ნუ წელიწადში. კარგი, არა უშავს, მაშინ ჟანგი შეყვებოდა მაგას. ჟანგი აქ შეყვებოდა. ვაირა, კაია. კაი, აბა ოჯახი რუსი. მოკლედ მე ისევ რაღაცა პანაშვიდების თემაში ვწია. შეგა იქვე ვტრიალებ. ხა, ნუ გარდაიცვლება ახლა რა ისევ მე მგონი გურიაში ხდება ეს ამბავი. მიდი შენ გენაცვა. შენ საპატი ხო სპორტდა რამდენი მოვაგროვეში. მიყვარს მე გურულებზე იგი.
აქეთ უნდა გადმოვიждე რა. რაღაცა ეთყობა შაქარიოვან ქაწეული და არ მესმის რა. ასე მიდი აბა გის. მოკლედ ზიან ჭირის უფალთან რა. და ეს ცოლი დაატირებს, რომ ისე წახვედიო ამ ქვეყნიდანო, არაფერი შენ არ დაგრჩაო, არ გიგზნია ბედნიერებაო, არავინ არ ყავს, არ ძირი, არც ფესვი არავინო და მეზობელი გამოვა კონტაქტზე, რომ რატო კაცო, აგერო ორი ვაჟი ყავსო, ერთი ქალიშვილიო და არც მაგენი არიან მაგისი. კარგია. იქოდი ასადირლაცაკ. მაგენი არიან მაგისი. კარგია. კი ბატონო, გადასარევი. მე მგონი ორი ის ერთად ნახე ოჯახი და ღალატი, ხო? ერთად მოხდა ამ იმაში. ერთად ამოვა. კარგი, გაუშვათ ხელი. ერთად გავა. შენი ჯერია ოქრო. ისე აქ ადრე ამ გადაცემას ადრე რომ ვაკეთები, შუაში ვეჯექი ხოლმე, იმას რაღაც შინაურული იყო და ეს ხო რაღაცა მომეწონა და ხო არ დავაბრუნოთ ესეთი არა, ცოტა ასე ჯობია რა. აცხა ისე ჯობია. ასე ჯობია. ახლოს. მაგრამ მე იმას ჩამოგვაჭრის ვაკო ბატონი და ჩამოგვაჭრის ხელფას და გადავალ ამიტომ მე ვიწყე. ვენიერი კი აბა ცხოველები, ფრინველები. ეხლა აქ რა ხდება? ცხოველები საინტერესოა. ხო. გასავალი. მოყევი. ზემო რაჭაში არის ესეთი სოფელი ღები. თის რაჭაა რა ღები, ესაზღვრება სვანეთს. ღებში გაუშვეს ვეტექიმი, პრაქტიკებზე ადრე ხო ესე გაუშვებდნენ რეგიონებში და ვეტექიმი ახალგაზრდა ბიჭუნა გაუშვეს რა. ნუ ღებელებმა გადაწყვიტეს რომ ეხა გავეშაყიროთ ამ ბიჭუნას. მარტო ქალაქელებმა კი ერთია სოფლიდან ჩავშაყირი ხო? შენ განსაკუთრებულად როგორ ყოველთვის იგრძნობა როგორ გიყვარ შენი რაჭა. რაჭა კი, მე რაჭა ძალიან მიყვარს. მე არა ვარ ხო იცი საფუძვლიანად ნამყოფი, დაბლა ვარ ნამყოფი. უი რა სამყო, ზემო რაჭა არის რა, ჩვენ ესე ვეძახთ, ზემო რაჭა არის რაჭა. ანუ შენ რაც ეძახიო კი არა, დასაპატიჟებელი ყავ. ეგ რა თქმა უნდა. ვერ გავა. გურული კაცო, ეგრევე მიხვდა ყველა. ყველას გეპატიჟ. მე და ლევანი წამოვალ. შენ გენაცვალე სიხარულით. ჩვენი პურმარილით კაცო, ისე კი არა. არა, ჩვენ პურმარილი არ გვეშლება, სუმზად ვარ სტუმრისთვის, იმერლების არ იყოს. მე მაინც კახური ღვინო წამომაღევინე ახლა ადნამ. კი ბატონო. როგორ გავა აქვი ამოვინე. მაგრამ მე მაინც რაჭულ თეთრას ვანიჭებ უპირატესობას. აი კარგი ღვინოა, არც დამილევია. აუ, წულუკიძის თეთრა არის? არა, დამილევია. საოცარ. კარგი თემაზე გადავედი ხოლმე. რაღაც აქედან მგონი ეს კაცი რო ხარ მოკეიფე რა გინახათ ამ დროს ტელევიზიაში მე მგონი ანეკდოტები დაგვავიწყდა. თეთრა. თეთრა. ხო და მოკლედ ღებში ხდება ეს ამბავი. დავიწყო თავიდან ახლა თუ არა გააგრძელე მოკლედ ექიმი ჩავიდა და ხო ვეტექიმი ჩავიდა პრაქტიკებზე. ნუ ღებელებმა გადაწყვეტეს რომ გავაშაყიროთ ახლა ეს ბიჭუნაო და ხარს მიუსვეს ახლა დაბადებული ხბო. და ამ ხბოს მოაყარეს მარილი. ნუ რა თქმა უნდა ხარმა დაიწყო ხბოს ლოკვა რა როგორც ახალდაბადებულის და გადაურა ძახეს ვეტექიმს რა ამოდიო ჩვენთან ასეთი ამბავი ხდება რაღაცა გვიშველეო რა ხდება ავიდა ეს ბიჭი მოკლედ გადაირია დარეკა თბილისში უფროსობასთან რომ სასწაული მოხდა ხარმაო გააჩინო ხარმაო მოიგო იქიცენ მოიგო ხარმა მოიგო ხბო რა ხო და იქ თბილისთან ახლა უპასუხეს რომ ზიხარ თუ დგეხარო თუ დგეხარო დროზე წამოდი მაგიდან შეც არაფერი მოგაგებინა და ეს ნამდვილი ამბავია აი კარგია და მე რაჭველებზე იძახიანო აბაო ისაო ხო აი როგორი გათვლილი იუმორია გავრცელებული ის რა ქვია შენელებული ტემპი არ ყოფილა თლათ არა რაჭველებს გადასარევი ყველა ამბობს ყველა უნარჩვევა თავის ადგილზე ლობიან რაჭულია ხო არმშია ლევან ისევ ამბობ თუმცა დიდი ხანია ცომეული არ მიჭამია მაგრამ რა ის თქვა ფებშია მაგრამ ლობიანზე მაინც ხო არა აი იმერეთში რაჭულზე ხაჭაპურსაც აცხობენ და ლობიანსაც აცხობენ ხო იმერეთში მაგრამ აი ამბობ ვინც ყოფილა ზემორაჭაში რა და ის აი თონეში აცხობენო იქო ლობია კი ლობია კი ბატონო აი გამორიცხული არისო რომ ესეთი გემო სადმე არ არსებობს რა ტრადიციული კერძი ის არის კიდე ნამცხვარს ეძახიან იქ რასაც აცხობენ ყოფილი ნამცხვარია ერბოს ამოუკიდებენ იმას ფქვილს
და მერე ცომში რაღაცას გადაახვევენ და დახვეულს ეძახიან ერბოთი გაკეთებულს რა. ანუ ფრანგულ კრუასანს მიაგავს. ანუ რაჭული რულეტი? და იმ რაჭული ხო. არა, მერე ესე აბწყერებენ რა და შიგნეს ფენებად ზურება, რაღაცა კარგია რა. ასიან ბევრი რამე მქონია საფული მოდის და რაღაცა მოვიფიქროთ 1-2. ბატონ, სიამოვნებით. როგორც იტყვიან მეტი რა შეგრჩება, ცხოველები, აბალიო. ხო, წავედ გურიაში მე რა თქმა უნდა. შეგენაცვალე, აბა რა უნდა. ესე იგი ერთი კაი სიმპათიური გურული ბიჭია რა. ისეთ კაი სოფლერი ჯელი რა და ამეიდო ერთ დღეს ორი ბატი აქეთ, ორი ქათამი და კიდე ასე ვედრა უჯირავს ხელში. ნუ ვედრას ვიტყვი რა. როგორც ამბობენ ახლა ეს. ხო და მიდის ამ რაღაცა და გაყიდოს თუ რა ვიცი, ხო და მიაბიჯეს ამ სოფლის არაგზელს და ახლა იქიდან მოდის კეკლოცი გურული ქალი. ხო. მოგეკლოცობს ლამაზად აქედან ეს ბატებით და ქათმებით. ხო და ეს ქალი ეკითხება უკაცრავად რაღაცა სოფელი შეკითხა, ხო ვერ მიმასწავლით საითა ესა და ახლა ამანაც შელტვენურად რა თქმა უნდა ქალბატონო მეც იქეთ მივდივარ. იცი აი გამომყევით ეხლა შევალთ ტყეში იქ საცალფეხო ბილიკია და მე ანუ მოკლეგზითო რა მიგიყვანო და დეთა ღმერთო ნუ მომგლავ რას ქვია ტყეში გამომყევი და უნდა გამაუპატიუროთ და არა ქალბატონო გაგიჟდა ეს გაზგაზ რა ნაირად აქეთ ბატები აქეთ ქათმები ესე ბატებს დასვა და დაახურა ვედროს და აი კაცი ეკითხება ახლა გაგვირვებული კაი ბატები გეგვირმა ქათმებს მე დაგიკავებ ქათმებს დაგიკავებ კარგები ხართ კარგია გადასარევია ამ მხიარულობაში ჩავატარეთ 2 რაუნდი 150 ლარი არის 2 რაუნდის ჯამი და გავყოფ სხვა რა გზაა 75 ლარს იმას მივცემ და 75 ლარს დუციკოს აი შემოსავალს არ ველოდი ნუციკო რა ვიცი ხა გაიყავით ფარში ბოსტნეული მე თქვენთან გადავწყვეტ აი ჩემი საყვარელი რაუნდი არის თავისუფალი თემა მესამე რაუნდი თან 200 ლარი თამაშდება და აი რასაც ცვლით გამიგერო აი ეს ისტორია თქვენ ცხოვრებაში არის პირველი ყველაზე მაგარი ან ანეკდოტი აი ეს მოყევით რა მოკლედ მე მოვყვე ხა კახელებზე რო არ მოვყვე ისე როგორ უნდა წა არა რას ქვია აბარა უნდა მოვყვე მოკლედ მე ისეთ კახელი ვარ ამ წრის ნუცი ხო არა ცუდ ეხლა თლას დედას უნდა გვაფარებ თავი მოკლედ არის ესეთი აბრამი არის რა და აბრამის ცოლს ძალიან უყვარს პიტნის კანფეტი მაგრამ საქმე იმაში რომ ამ აბრამს ცოტა ენა ეკიდება ენას უკიდებს და მივა მაღაზიაში ცოლი გაუშვებს წადიო ხო მომიტანეო პიტნის კანფეტია და შევა მაღაზიაში და დაიწოსა პი და იქიდან კახელი გამოსახავს რა აბრამ აქ ვერ მაატრიალებ და ზადნით გადიო ელავში ერთი ეგეთი რესტორანი ლევან უცკო აპსაიტი ერქვა და რატო ერქვა იცი ეხლა აღარ არის იმ ადგილას სხვა ადგილას გადავიდა სტადიონი ფეხბურთის სტადიონი რო იყო რო გამოხვიდოდი აი გზას გადამოხვიდა იქ და აპსაიტი დაარქვეს რა აპსაიტ მაგდა უიღე აპსაიტ კარგი ხალხი მუშაობდა ყოველთვის რა ეხა თელავი უკუღმა იკითხება ივალეთ ესე იკითხება თელავი რა და ყველას ენდობოდა ეს კაცი რა ეხა ისეთები ხო არის რომ აღარც მაქვს და ახლა მოგივა ყელში და შეაწუხა რა ერთმა რა ძალიან თუნდაც და არ მიცეს სტუმრე ვიყავსო ბიჭო და არ შემარცხინოთო უთქვია და არაო ჯერო მაიტანეო ის რაცა გაქო და მოკლედ უარი უთხრა აი შეხარ ჩემი ბატონი ერთ თვეში აირია ქვეყანა აღარც ის შემოდის კუპონი რაღაცა ხო იცი ერთი დღე რო ძალა ქონდა და რაღაცა აი გარდამავალი პერიოდი აი გაქრა რა ერთ დილას ყველაფერი და ეს ამბავი ამან რო უთხრა ერთი ჩადებულია გულში არც არავინ არ შედეს ეხლა რა უნდა დახარჯონ ფული არა აქვს ესეც ვერ ამზადებს და ამან გამოუღო კარები და ეს ორდის ხედან ესე და შავი პური გააქვთო უთქვია და ის წამოიწია კლიენტებმა და გვააქო მეტის ღირსები არ აღართო და აი ეგეთი ხალხია ჯიგრები აბა ეხლა თავისუფალი თემა უნდა გამოუშვათ
მოკლედ გურულს ეუბნებიან, რომ იაპონიაშია რომ კაცი გარდაიცვლებაო, დაბადების და გარდაცვალების თარიღს კი არ აწერენ ქვაზე, არამედ იმ წრებს, როცა ბედნიერი იყო. გურული დღეს ჩემ ქვაზე მაშინ დააწერეთ დაიბადა ყარიო. დაიბადა ყარი. ანეკდოტი გავახსენე, პატარა მოგლი ანეკდოტი. ანუ გურული ცოლების ისა რა ბირჟა თუ რა ვიცი შეგრება თუ რაღაცა და მოკლედ ერთი ძალიან ისა ემლატავება რომ აი მე ბაღნებო მე იმფერი ქმარი მყავს ყველა ქალები პირდაღებული უყურებენ და იგი რეიზაც ამფერი ლამაზია და არა თაკბილის ექიმია აი იცი ანეკდოტებში არსებობს კლასიკა რა კიდე რა აი მაგალითად კახელებზე როცა ყვები რამდენი დროც არ უნდა გავიდეს კლასიკაა რა ეს არის ბავში რო ტირილით მოვა სახლში ეგეცოდინებათ არ ვიცი აბა მოყრე რაგატინეძრენდი ავიო ეკლაშიო მეძახიანო სახე გიგაო კარგი შვილო გაჩენდი ხა კლასისა მივა მამასთან ეგრე მეძახიანო ეგრე გავხარო და კარგი შვილო დაჟექი ვაგე პაპა გეტყვისო და სადერიო პაპაო და ქვენს არ ეცხავს და მივა და პაპი და გაჩი ეს არ ვიცი აი გიჟდები აი ერთ-ერთი სვავს ლაში და ზახში ჩვენ ახლა ცენზურას ვიცავთ ახლა ო კაცო ამასაც თუს დავადებ რა ერთი არის კიდე სარკერო გატეხა ბავშვმა კახელმა და რო ურტყავს დედა მამა რამე და პაპა მაი და ბარს თავი დაანებეთ რა უნა აუგს ნამასა ნორმალად რო გაიგოსო რა როგორ შენაუხსენიო მოდი აქეთო დავატირიზე და შენ გაიტეხე პაპის სარკე ხო და ეხლა ჩამხედე ხოლმე და აი კარგიო ეგეთები არის აა მე მოგიყვებით ჩემი იურიდიული მოღვაწეობის პერიოდია რეალური ისტორიას მართლა ის გურულს რა თქმა უნდა სასამართლოში ამავე რა მოგლეთ შემთხვევა ასეთი რომ ძარცვა ხო და ეს დაზარალებული ქალბატონი დამთავრდა გამოძიება სასამართლოში უკვე საქმე და ახლა სასამართლოზე ეს ქალბატონი დაზარალებული წარმოადგენელია და პროკურორმა წარადგინა საბრალდებოდეს რა ქვია დაასკვრა და ახლა უნდა კითხვით მიმართავს დაზარალებულს და ამ ქალმა უნდა ჩამოთვალოს მოგლეთ მთელი ეს ნაძარცვი ქონება და ანუ დაადასტუროს მისი ზარალის ნიშნულობა ხო და დაიწყო ამ ქალმა ახლა ეკითხება რა მოგყარეს ქალბატონო რა მოგლეთ მოგევი და ყვება ეს ქალი რაღაცა მაგნიტოფონი ტელევიზორი და მოყვა რაც ქონდა რაც არ ქონდა რა ვიცი ისა და ახლა მივიდა შუბა წაღებული ხო ანუ ქურქი ხო და შუბა კი აწაღებული შუბაო თქვა და ახლა ამან პროკურორმა ისაო რისიო ანუ იცი რა ანუ რამდენად ღირებული იყო ანუ ზარალის ისა უნდა დააზუსტოს ახლა ეს რომ მე ბრალის შესაბამისად ძიმე გამოვიდა ხო და გაჭედა ქალბა არ ახსოვს რისია შუბა ანუ იმას ვერ იხსენებს რისია და იმის რისი ქალბა მე იმის ხო ახლა უნდა რომ მიეხმაროს ეს და იწყებს ირემი გველი ნიანგი რა ვიცი აი არ დარჩა მცოცავი მხოხავი არაფერი ხო და უკვე რანაირად აიცი მთელი სასამართლოს ხტომა ასე ვარ არიქა თქვი არაფერი არა და უკვე აი სული აქ ამ პროკურორს და ვითომ ეს ქალი უცებ გონზე მოვიდა და აი მე იმის აი როცუ რა რისი ქალო კატერის კატერის უმარო ეს კატერის მაგაზე შევარდება პოლიციაში იცი კაცი ეს ამათი დედავატირი ამათიო აი ხულიგნებით არის ავშევ ჩამიდე საფული ამომაცალესო და ისე ხელი რატო გიწირავთ ესე ვახ საზამთრო წაუღიათ კარგი თუ ესე იგი არაფერი არ დაგჭათ ისეთი არა მე მგონი მოსაყოლი ჩემო ქუთაისური ერთიც ბარე მიდი ოქრო სადაც კვალიფიკაცია გადავიმაღლე მოკლედ ქუთაისში მუშაობდით
უკრავთ ლიტერატურულ კაფეში. აჰა. ძალიან პეროში ვართ, აი ძალიან. ეს თეატრში რო იყო. არა, თეთრი ქვები. ხო. ხო და კარგია რა, კარგი გარემო, პატარა ისეთი. ძალიან კომპაქტური და ანუ ბენდი ვზივართ სამგაციანი ბენდი და ნუ ძალიან სვეცკობაა მართლა და ისე ახლოს ვარ ჭიდროთ ერთმანეთთან, აი მე რო ვზივარ ფორტეპიანოზე უკრავ, გვერდით აგერ ვიღაცა მიზის. ხო. ხო და მოკლედ ვიღაცა კაცია და ახალგაზრდა კაცია და კაი ხანი იჯდა კაცო, მოგვისმინა მთელი რეპერტუარი რა ვიცი მე და ეთყობა შეზარხოშებულია უკვე ახლა და ფიქრობს რომ რაღაც შეკვეთის ამბავი ხომ არ მოსულა ახლა, კეიფი მოუნდა ახლა იმას, ხო და ანუ უნდა და ეკითხა ალბათ რომ კომუნიკაცია რომელთან შეიძლებაო ალბათ სავარაუდოდ და ახლა შეხედე. ანუ არც კი ადგა. ჩემი ძამია მეიწიე მე უკრავ თან. და მეც უკრავ ახლა და მივიძიე. ასე და ყურში მესმის კითხვა. აქ არა შენ უკრავ თუ რომელი? და თქო და პასუხი არ ყოფილა დღემდე. არ ვიცი. ვაფშე ძალიან მაგრები ხართ, ოქროები ხართ. კარგი გადაცემა იყო ნამდვილად. ლევანს ნამდვილად ნიჭერად გამოსის ანეკდოტები ხეთ. ორივეს კარგად გამოგდით. ისე ვყვები რა, შიგადაში, იმიტომ რომ ვიცი რა ჩემი საქმე ძალიან კარგად გამოგდის, ეხლა ის უნდა გთხოვო მე რა და აუცილებლად მაგაზე ნამდვილად ვარ. ლევანთან ერთად და მადლობა 200 მარსაც გავყოფე ხა აღარ დავიწყებ რა რაღაც ბუღალტერია დუჭახაბარეთ. და თქვენ თვითონ მოგახმაროთ ღმერთმა მშვიდობაში. მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანდით, დაგვაფასეთ თქვენი დრო გამოგვიყავით და მე ტელემაყურებელს დავემშვიდობები იმ იმედით რომ შემდეგ კვირას შევხვდებით ისევ არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად, რა თქმა უნდა დაგველოდოთ აუცილებლად რუსთავი 2-ზე, იმიტომ რომ რუსთავი 2 ყოველთვის განსაკუთრებულს თავაზობთ ყველაფერს. და გიტოვებთ არაჩვეულებრივ ადამიანებს არაჩვეულებრივი სიმღერით. გთხოვთ? მადლობა. Kalodar Uchadaro darat dadihar Gamo uars nu ambo toals akalihar Tava mosatoni wars kolava tatoli Tvarisum klauze nebi roboti vit manatobi Tava mosatoni Tvarisum klauze nebi vrobdi vit mnatovi Shen rarkshveni sachi gakshvelis Tsqarod nu miksev tsrems Zhini vaksheni survili sheni gadamarems Pekhi sadats davadgi ik khvavia Nushები თოლს მაგრიან ფიქრი ხარ ჩემი სხივი დაფთები მინდა აღუხსნი ბოკლომს დუმილის ოქროს ვიცი რომ დავკარგავ თავს ჩემო სათქმელო ჯერაც უთქმელო მსურს გაგთქო ქალოდარდო უჩადერო Daddy